აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებისა და საკონკურსო კომისიის შესახებ დღეს უმაღლეს საბჭოში მსჯელობდნენ. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად საბჭოს წევრი შეირჩევა ღია კონკურსით. კანდიდატურის წარდგენის უფლება კი ნებისმიერ მსურველს ექნება. კანდიდატები ვალდებულნი არიან კომისიას წარუდგინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია. რეგლამენტში შესული ცვლილებების თანახმად მრჩეველთა საბჭოში წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საბჭოსთვის უფლებამოსილების გამოცხადება და კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენა უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა იქნება. ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა შევიდნენ. ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ უმცირესობის წარმომადგენლებს. მათ საბჭოს წევრებისთვის გამოყოფილი სახელფასო განაკვეთის სიმცირე გააპროტესტეს. თითო წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 800 ლარით განისაზღვრა. მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კონკურსი სავარაუდოდ 1 თვეში გამოცხადდება. მრჩეველთა არჩევა, მრჩეველთა უფლებამოსილების შეწყვეტა, მრჩევლის უფლებამოსილების შეწყვეტა და მრჩეველებისადმი უნდობლობის გამოცხადება. ეს არის პირველი საკითხი. ამავდროულად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭო დამტკიცებული დებულების შესაბამისად წარუდგენს კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად. კომისია შეხედავს თუ როგორ არის მომზადებულები მზადარია იმისთვის რომ თანამდებობა დაიკავონ რა კონცეფცია აქვს აჭარის ტელევიზიის განვითარების შემდგომი განვითარების რამდენად ფლობენ სიტუაციას და იციან ეს სფერო საერთოდ რა შერჩევა მოხდება უმაღლეს საბჭოს მიერ ანუ თითოეულ ადამიანს დაამტკიცებს უმაღლესი საბჭოს მთლიანი შემადგენლობა ფრაქციები წარმოადგენენ თითო 5 ფრაქცია გვაქვს უმაღლეს საბჭოში თითო ფრაქცია წარმოადგენს თითო კანდიდატს და მის შემთხვევაში თუ დაუჭერს მთლიან მოსაბჭო იქნება კანდიდატი მიღებული საჭიროა რომ მოხდეს ისევე ცვლილების შეტანა და დამატება იმ სახელმწიფო ფონდისა რომელიც არის მრჩეველთა საბჭოსთვის გამოყოფილი ფაქტიურად ეს აკნინებს მრჩეველთა საბჭოს უფლებებს და როლს რადგანაც დაფინანსება ამ შემთხვევაში რაც არის ჩადებული არის უფრო ნაკლები ვიდრე აქვს ჟურნალისტებს და შესაბამისად აბსურდია ამ საბჭომ მართოს ესე ვთქვათ ტელევიზია